მოკლედ ეხლა ვსაუბრობთ ჩოკის თოფთან მორგებაზე. იმ დღეს რო ტესტი გავაკეთე და გითხარით დავურთავ განმარტებას თქო. აი ეგ განმარტება მინდა რომ დავურთო ეხლა. როდესაც ჩოკს ესე დავახრახნით თოფზე. ჩოკსა და თოფს შორის აი ესეთი უმნიშვნელო ან ოდნავ ხილული სხვაობა უნდა გქონდეს თოფსა და ჩოკს შორის. თუ არ გვაქვს სხვაობა და ეს ბოლომდე დასულია, აუცილებლად მოსინჯეთ ხელით აი ესე გადაწევა გადმოწევებზე იქით აქით. და თუ წყապ-წყუპ ესეთი შეგრძნება თუ გექნათ ხელში, ესე იგი ჩოკი თავისი ტანით ბოლომდე არ არის ბუდეში ჩასული და ქვევით პლაცი რაც აქვს, სადაც უნდა შეეხოს და შეეჭიდოს, იქ არზის, ჰაერშია, იქაც აქვს რაღაცა ესეთი ღიობი, ასე რომ ვთქვათ, საიდანაც ხდება გაზების გაპარება. მე ეს გაზები მოდის აქ ასე რომ ვთქვათ, ჩოკის გარე კედლებიდან გიდრო უდარს აკეთებს და საფანტის კონას ურევს და არ გექნებათ კარგი მიტანა სამიზნე ობიექტზე. ჩემ შემთხვევაში რო ვიძახდი, ეხლა მამბა არ მაქვს აქ და მამბა ვერ ისროდა კარგად და ჩამორჩებოდა მნიშვნელოვნად სხვა მისროლებს ხო. აი ზუსტად ეგ ფაქტორი ჰქონდათ, ანუ აი აქ იყო ბოლომდე დაყრდნობილი, აი ესეთი ღიობი არ ჰქონდა და აი ესე ხელი წკაპ, აი ესე გადაწევებზე ასე რეაგირებდა. შემთხვევით აღმოაჩინე ეგ რატომღაც. მანამდე უნდა მიმექცია ყურადღება, მაგრამ ვერ მივაქციე. და შემდეგ თვითონ ამ ლულას და ეს სტრაიკერიც მას ეშვებოდა და ამ ლულას ზევიდან ქლიბით მოვაკელი 1 მილიმეტრი. აი აქ მოვაკელი 1 მილიმეტრი ზევიდან, ისე რომ აი ეს შუალედი გაგვჩენოდა და ეს ძირი აი ესეთნაირად ბოლომდე ჩამოსულიყო თავის პლაცზე და დამჯდარიყო და შეჭიდებოდა და თოფმა დაიწყო შედეგების დადება. აი ამაზე შეამოწმეთ აუცილებლად თქვენი თოფები, ვინც შედეგებს უჩივით ნაყიდ ბრენდულ თოფებზე და რაღაცა ერთ ნათელწერტილს მაინც ვერ ხედავთ ასე რომ ვთქვათ იმაში შედეგებში. ჩოკი უნდა იყოს ესეთნაირად თანაბრად მორგებული მთლიან პერიმეტრზე. ეს არის Air Control Extreme-დან სტრაიკერით, ანაკონდა სტრაიკერით ნაცროლი 5 ნომერი 34 გრამი ზუბერი. 163 მარცვალი მიიტანა მთლიანად ამ ქაღალდზე და 102 მარცვალი მოათავსა წრეში. ძალიან ცუდი გასროლა გამომივიდა, იქვე მივხვდი რომ რამხელა შეცდომა დაუშვი და მოკლედ შემდგომ გასროლებში გამოვასრულებ ამას. მაგრამ შედეგი გვაქვს ესეთი ყოველ შემთხვევაში. მოკლედ ეს გასროლა გამოვიდა ასეთი. ისევ სტრაიკერი ვისროლე გამეორებაზე 50 მეტრიდან 34 გრამი 5 ნომერი ზუბერი. 121 მარცვალი მიიტანა ამ მეტრაზე ქაღალდზე. წეღან მიიტანა 163, თვითონ ვაზნა ესე განსხვავდება თავის თავთან, ამას ვერც თოფს და აბრალებდა ვერც ჩოკს ეხლა, მაგრამ მიუხედავად ამისა, როგორ არის განაწილებული, ნახეთ ერთადერთი ამ განაწილებაში რაც არ მომწონს, ცენტრთან როგორი დიდი ღიობი და ტოვა ერთი. იმენა სრული იხვი რომ ჩაეტევა თავის ტანით, შეგინფრთებ გაშლილი ვერა, მაგრამ ტანით ჩაეტევა. ხო და წეღან კი ცენტრი დანგრეული ქონდა საერთოდ კი ნახავდით მარტო იმ შავში იყო სამი მარცვალი მოხვედრილი. არ არის ცუდი მაინც ამ მანძილისთვის ეს განაწილება საერთო ჯამში. ერთადერთი რეალური შანსი ცენტრთან ახლოს არის ერთი ის ადგილი და მეორე აქეთ ადგილი, სადაც შეიძლება რომ ფრინველი გაიპაროს. რაზეც ამით ვნადირობთ, სხვაგან ვერსად ვერ გაიპარება. მოკლედ ესეთია. ეხლა გადავალთ მამბაზე. Black Mamba გამოვიდა ესეთი
50 მეტრზე 34 გრამი 5 ნომერი ზუბერი Black Mamba და Air Control Extreme 158 მარცვალი მიიტანა ოდნავ დიდია ნუ მეტრ-10-ზე ქაღალდი უნდა ითქვას ალბათ ესეთნაირად გადაანაწილა თან კარგად და თან ის არ მომწონს რომ გულში კი აქვს მოხვედრილი მაგრამ გულთან ახლოს ერთი ზევით ერთი ქვევით აქვს სრული ფანჯარა სადაც ფრინველი ტანით გაწვრება თორე დანარჩენი მთლიან პერიმეტრზე ისე აქვს განაწილებული რომ არანაირი პრობლემა არ აქვს საერთოდ უბრალოდ აი ეს არ მომწონს ეს ორი ფანჯარა თუმცა ალბათ მის როლის გაცვლა გამოცვლის ამბავია ეს და ესეთი ალბათობები ყოველთვის იქნება უკვე ამ მანძილზე ვნახოთ ახლა გამეორებაზე ვისვრი და რას იზავს ისე კი საერთო ჯამში ნორმალური მისროლა 50 მეტრისთვის ნორმალური მისროლა გამეორებაზე Black Mamba მიისროლა ესეთნაირად 155 მარცვალი მიიტანა წეღან მიიტანა 158 მარცვალი აი ეს მომწონს ზოგადად ამ ჩოკებში ამ ჩოკში რომ არის სტაბილური ძალიან მაქსიმალურად სტაბილური ჩოკია სამი მარცვალი განასხვავა სულ რაც შეიძლება პირობითად ვაზნაშიც იყო თვითონ მაგ სამარცვლიანი სხვაობა ამ შემთხვევაში უკვე ცენტრის დახურა ყველაფერი გააუმჯობესა გარე მხარეს დაიტოვა აი ამ ადგილში ერთი დიდი ფანჯარა და სხვა დანარჩენი არის მთლიანად ისეთნაირად მოცული სადაც ფრინველი არ გაიპარება ასე რომ ეს მისროლები არის გაცვლა გამოცვლის ამბავი ხან ცოტა ისეთი იქნება ხან ცოტა ასეთი იქნება და ამიტომ სტაბილურ სასრულ მანძილად სადაც კიდე შეიძლება რომ სტაბილურად მაქსიმალურად პირობითად 10-დან 10 ჯერ ფრინველი აიყვანო თოფის ბალისტიკიდან გამომდინარე და შენი ალბათობიდან გამომდინარე ამიტომ არის 50 მეტრა მაქსიმუმ მანძილი მიჩნეული სანადირო თოფისთვის გლულულიანი თოფისთვის ეხლა გვაქვს ზამთარი გვაქვს სინესტე გვაქვს იცივე და ანუ ყველანაირად კრიტიკულ პირობებში უწევს ამ ვაზნას თოფ ჩოქს ეს ტესტი ხო და ნუ დამაკმაყოფილებელია ეს 60 მეტრამდეც იმუშავებს კონკრეტულად ესეთი ცენტრით ჯგუფი ჩვეულებრივ მაგრამ 60 მეტრაზე პროცენტულობა რა თქმა უნდა იზრდება ისევ აყვანის როგორც ჩვენი სროლის ტექნიკიდან გამომდინარე ისე ვაზნის ბალისტიკიდან გამომდინარე თუმცა შანსები რა თქმა უნდა იქაც არსებობს კარგი თოფის და კარგი ვაზნის შემთხვევაში 50-50-ზე ყველაზე თურთ შემთხვევაში შანსები 60 მეტრაზეც არსებობს ხოლმე რომ აიყვანო ნორმალურია მომწონს ვნახოთ დანარჩენი რა იქნება ეს არის ანაკონდა სტრაიკერის სახე საერთო ჯამში მეტრ-10-ზე ქაღალდია 34 გრამი 5 ნომერი 164 მარცვალი მიიტანა 50 მეტრაზე და ესეთი ძლიერი და დამანგრეველი წრე გააკეთა რა ვიცი ნუ ჯობია მამბას მანძილზე სამუშაოთ აშკარად მამბაც ამ მანძილზე დამაჯერებელია მაგრამ 50 მეტრს პლუს ეს ჯობია აშკარად წეღანდელი ტესტებიდანაც 163 მარცვალი მიიტანა ეხლა 164 ერთჯერ მიიტანა 121 თუ რაღაცა და იქაც ვნახეთ როგორ გაანაწილა რომ ფაქტიურად ერთი ცენტრში იყო ოდნავ რა ერთი ფანჯარა თორე დანარჩენი ყველგან დაკეტილი იყო ანუ ცოტას მიიტანს უბრალოდ მიიტანს მაინც ისე ანაწილებს როგორც ეკადრება და Black Mamba შემთხვევაში გქონდა 158 მარცვალი ყველაზე ბევრი მიტანა მამბაც კარგად ანაწილებს უბრალოდ ეხლა თუ შევადარებთ ჭრის ენერგიითაც ჯობია ეს ჩოკი და მიტანის მარცვლების რაოდენობითაც და მანძილზე აი ამ ცენტრის დაჭერითაც ანუ უფრო ვიწროდ შლის მამბა უფრო ფართედ შლის შევიწროებებს შორის მამბა არის 0.90-იანი ეს არის 1 და 3 შევიწროება და ლოგიკურიცაა რომ ასეც უნდა ხდებოდეს და ორივე ჩოკი არის ძალიან გემრიელად სამუშაო თოფი მეთქი ჩოკი და რა ვიცი რა მოკლედ მანძილებზე სამუშაოდ სტრაიკერი არის შეუცვლელი რა მარტივად რო ვთქვათ
თავისი ერთჭრილიანი ჩოკით გამოიყურება ესეთნაირად 134 მარცვალი მიიტანა. ცუდად აქაც არ გრძნობს ნამდვილად თავის ჩოკზე თავს ამ 50 მეტრაზე გულთან ახლოს ერთი ეს ფანჯარა ამოგვიღო. გვერდშიც აქვს ფანჯარა და ზევითაც აქვს. უფრო ნაკლებად დამაჯერებელი გაშლა განაწილება აქვს. მაგრამ მაინც სამუშაო გაშლა განაწილება თითვლება. ესე იგი 14 მარცვლით განსხვავდა Black Mamba და თავისი ჩოკი ერთმანეთისგან, ანუ Mamba-მ 14 მარცვლით აჯობა და პლუს Mamba-ს 15 მარცვლის Striker-მა აჯობა, ანუ საერთო ჯამში რო შევკრიბოთ Striker-მა ამ ჩოკთან თავის ჩოკთან შედარებით 30 მარცვლით მეტი მიიტანა და უფრო დამაჯერებელი და უფრო დაკეტილი ბადე ქონდა ამ მანძილისთვის. ანუ ბრენდული ჩოკი მაინც გინდა ისიატრიალე მაინც რაღაცას ამბობს. თუმცა ჩვეულებრივი მუშაობ ამითაც ბევრჯერ მაქვს ეს ნათქვამი და პრაქტიკაშიც ბევრჯერ არის დამტკიცებული, მაგრამ მაინც თავისას ამბობს თუ თობს მოარგებ ჩოკს. და აი მაგაზე უკვე ან ვიდეოს ბოლოში ვისაუბრებ, ან თავში დავადებ ეს ტესტები რამ გამოიწვია და რატო ვაკეთებ და რატო ვატარებ. ანუ Mamba თავის ჩოკთან შედარებით 20 მარცვლით ნაკლებს ისრო და თავის სრულ ჩოკთან შედარებით. ხო და ეხლა უკვე დაუპლიუსა პირიქით აგერ მთელი 14-15 მარცვლით დაახლოებით ანუ გავაუმჯობესეთ და გეტყვით რა იწევდა მაგ სხვაობას თოპში და რატო ვერ მოირგო თავიდან Mamba Air Control Extreme და ეხლა რატო მოირგო აი მაგაზე სასაუბროთ არგუმენტული რო ყოფილიყავი მაგაზე სასაუბროთ გავაკეთე ზუსტად ეს ტესტები რომ ეგ დასკვნა გამოგვეტანა რაში იყო საქმე და მაგ ყველაფერს გეტყვით აუცილებლად. მოგლეთ ეს არის გამეორებაზე ნასროლი ერთჭრილიანი ჩოკი Air Control Extreme-დან, სადაც მიიტანა 154 მარცვალი გაასრო Black Mamba-საც და მიუახლოვდა ასე რომ თქვა Striker-ის ნიშნულს, თუმცა Striker-ი მაინც წინ არის და ნახეთ როგორი ლამაზი განაწილებაა ჩვენა გინდა ცენტრი აიღეთ და გინდაც გვერდები აბსოლუტურად უფანჯროა. ესია ხოლმე ზოგადად რედაის ახასიათებს გეგონება ისმენსო, როგორც კი ცოტა გალანძღავ და რაღაცას ეტყვი და რაღაცას აჯიბრებ, გაწევას უმატებს რა, ასე რომ ვთქვათ რა. აი ამდენად ძალიან მაგარი ბადი აქვს, ანუ ვერაფერს ვერ დაუწუნებ, ვერ იტყვი რომ ან Striker-ს ან Mamba-ს უკეთესი ბადე ქონდაო, შეიძლება მარცვლები მეტი ქონდა Striker-ს, მაგრამ ბადე უკეთესი ქონდაო, ვერ იტყვი ვერანაირად რა, იმდენად დამაჯერებელი და ძლიერი ბადი აქვს ეხლა ამ თოპს ამ ჩოკზე. ხო და რა ვიცი, აი ესეთი ურთიერთგამომრიცხავი ფაქტორები არსებობს ამ ყველაფერში. ეხლა ამის როლაც რო შეხედავ და წეღანდელ Mamba-ს და Striker-ის მის როლაც რო შეხედავ, მე არ მოგინდება იმ ჩოკებში 200 და 300 და 350 ლარების გადახდა, როცა იცი რომ თავისი ჩოკითაც ესეთ ულამაზეს და უბრძკნვალეს რამეს აკეთებს თოფი რა და იცი რომ საფიქრალი და საწუწუნო არაფერი არ გაქვს თავის ჩოკზეც კი. ესეა მოგლეთ რა, ვერაფერს ვერც დაადასტურებ და ვერც უარყოფ ლულულიანში. აი ესეთი ურთიერთგამომრიცხავი ფაქტორებით თავის თავთან და თავისივე შედეგებთან. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ Striker-ი საერთო ღირებულებებით მაინც ლიდერობს, მაგრამ არა იმ ფასის სხვაობისას, რაც თავის მოყოლილ ჩოქსა და შეძენილ ჩოქს შორის ფასია. ეს არის Reta Masaimaras მისროლა 50 მეტრიდან, ერთჭრილიანი ჩოკით 34 გრამი, 5 ნომერი ზუბერი. 147 მარცვალი მიიტანა და ესეთი ულამაზესად და უბწყინვალესად გაანაწილა, როგორც იცის ხოლმე ამ დალოცვილმა Masaimaram რა. 147, აი ხლა დავინახე აქედან 158 მარცვალი, ანუ ერთი მარცვალი გამომჩენია კიდე. Mamba-სნაირად მიიტანა ზუსტად. ვიძახოდი ხოლმე ამ თოფთან მიმართებაში, რომ Mamba ვერაფერს ვერ აპლიუსებს თავის ჩოკთან მიმართებაში. პირიქით შეიძლება აკლებს, მაგრამ სტაბილური განაწილება აქვს ხოლმე თქო, მაგრამ ეხლა ამასაც არაფერი არ დაეწუნება და
აგერ მოდის ბრენდული ჩოკებისნაირად მისროლას და განაწილებას უფანჯროა, ანუ გადახატული ამთლიანად, ასე რომ ვთქვათ რა. ესეთი ულამაზესი მისროლა გააკეთა მასაიმაც. ეხლა პირველი მისროლა Air Control Extremes ერთჭრილიანისა, რა თქმა უნდა, უფრო ნაკლები იყო ამასთან შედარებით. მეორე მისროლა ამაზე უკეთესი იყო. სადღაც 6 მარცვლით მაინც დაუპლიუსა, ასე რომ ვთქვათ, მაგრამ ვიცით, რომ როცა თოფის სწორად ანაწილებს ეგ მასვლების სხვაობა დიდს არაფერს არ ნიშნავს. სტრაიკერი ისევ და ისევ ამ ყველაფერზე მაღლა დგას საერთო ჯამში. მაინც, მაგრამ განაწილება ერთმანეთზე უკეთესი აქვს Red Dice თავის ჩოკებით და Patermasteris ჩოკებითაც, ну ზოგადად Red Dice განაწილება არ დაეწუნება თუ თოფის სწორად და კარგად და კარგი ეგზემპლარი არჩეული. არასდროს არც ერთ Red Dice განაწილებაში და საწუნი არაფერი არ აქვს და იმაზე ლამაზად იშვიათად რომ რამე ისროლოს მერე რა. ხო და აი რას მინდა რომ ხაზი გაუსვა ამ საუბარში, ესე იგი თოფზე როდესაც აქტიურად ჩოკებს ვცვლით, ეხლა როგორც ჩვენ ვცვლით და ასე რომ ვთქვათ, ვადარებთ სხვადასხვა ჩოკებს, პირველი გასროლა ყოველთვის უფრო ცუდი გამოდის, ეხლა ახალ თოფზე განსაკუთრებით დავაგვირდი ამას და მეორე გასროლა ყოველთვის უკეთესი გამოდის. ეს ნიშნავს იმას, რომ შენ ლულას რაც არ უნდა მოუჭირო და სწორად დააფიქსირო ჩოკი, გასროლის დროს ჭურვი და მუხტი თავის თავზე ჩოკის ამ ტრაექტორიებს თვითონ ისწორებს და როცა გაისწორებს, მე იდეალურად ისვრის. მასაის შემთხვევაში რატოა ეხლა ესე? იმიტომ რომ ეს თოფი არის ნამუშევარი, ეს თოფი არის გამოჯეკილი, დამდგარი, გასწორებული, დაბალანსებული ყველანაირი გაგებით და აი ახალ თოფს ჯერ ეს ყველაფერი გასავლელი აქვს. მაგრამ ზოგადად ჩოკების აქტიური ცვალებადობა ბალისტიკაზე აუცილებლად მოქმედებს. როდესაც ერთი კონკრეტული ჩოკი აყენია სისტემატიურად და 1, 2, 3 და რამდენიმე ნადირობა გამოვლილი, ანუ ერთი ნადირობის მერე თოფი არის თავის თავთან მორგებული და გასწორებული ყველანაირად და დებს მაქსიმალურ შედეგებს ის ჩოკი. როგორც კი მოხსნიდა სხვას დააყენებ, ცოტა ხანს ისევ იცვლება ბალისტიკური მაჩვენებელი და მე ისევ სწორდება და ეს სახე გამოიკვეთა აქ. ამან პირველივე გასროლა იდეალურად ისროლა და Air Control Extreme პირველ გასროლებს რა ჩოკების დავაყენე, ყველაზე ქონდა ხოლმე ცუდი შედეგები ძირითადად და მეორე გასროლები ყოველთვის უკეთესები იყო. ასია ბატონო ჩემო ეს ყველაფერი, აბა გავაგრძელოთ კიდე. ეს არის Red Dice Masai Maradan Anaconda Strikeris მისროლა 50 მეტრა, 34 5 ნომერი ზუბერი. ისევ ბომბა, ისევ დამანგრეველი, ისევ ძლიერი ცენტრით, აი როგორ ვიწრო კალიდორს აკეთებს, უბრალოდ დააგვირდით. და 160 მარცვალი, ანუ ისევ დაუპირატესა, როგორც მასაიზე თავის ჩოკთან მიმართებაში, ისე Air Control Extremes-ზე თავის ჩოკებთან მიმართებაში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. როგორც ვიცით ხოლმე და სამი მარცვლით ჩამორჩა ამ ჩოკით Air Control Extremes და ეგ სამი მარცვლით ჩამორჩენა ვიცით რომ უბრალოდ ეს არის ვაზნაში ყოფნა არ ყოფნის ამბავი იმართვლებისა. ან იყო და ან არა ის სამი მარცვალი. ერთ-ერთი ფაქტორი, რატომაც შეიძლება ჩამორჩა. ანუ ეს ჩოკი ამ თოფზეც ისევ დამანგრეველია თავისი ცენტრით, საერთო ჯამში აი ესეთი განაწილებით, სხვა ჩოკები თუ მთლიან იმაზე ანაწილებენ, ასე რომ ვთქვათ, სიბრტყეზე საფანტებს, ეს კონკრეტული ჩოკი აი ესეთი ვიწრო დაახლოებით 75 სანტიმეტრიანი, 80 სანტიმეტრიანი წრით მიაქის ცენტრალური საფანტი, რაც შევიწროების ეფექტია რეალურად და ამიტომ ამ ჩოკს ჭირდება გაცილებით ზუსტი სროლა, თორე ფაქტიურად 60 მეტრამდე ამ ჩოკს ალტერნატივა არ ყავს თავისი შესაძლებლობებით. ძალიან მაგარია, Masai Mara-ზეც ისახელა Air Control Extreme-მა თავი რა. Air Control Extreme რა დედა როგორ მაქვს ახლა რთული გონება. Anaconda Striker-მა Masai-ზეც ისახელა და ნასახელები ქონდა თავის დროზეც თავი, მაგრამ ეხლა კიდე ერთჯერ. და უნდა გამოვკვეთო, რომ ზამთარში ციო ამინდებში უფრო კვეთავს სტრაიკერი თავის თავს და მახასიათებლებს, ვიდრე რაღაც თანაბარ ზომიერ ტემპერატურაზე რო ტესტავ რა. მოკლედ ეს არის Red Dice Masai Mara
Black Mamba 50 მეტრა 34 გრამი 5 ნომერი ზუბერი და მიიტანა 160 მარცვალი და გაანაწილა ესეთნაირად უნიკალურად ესეთნაირად სასწაულად რო იტყვიან რა ვიცი აი ყველანაირად ძალიან მაგარია იმიტომ მაგ მასაიზე შერჩეული მამბა რო ეხლა რო ვისაუბროთ ჩვენ Black Mamba-მაც და Anaconda Striker-მაც ერთნაირად ისროლა ეს ტესტები მე ადრეც მქონდა გაკეთებული, მაგრამ ვინ რამდენად გააკეთებდა ანალიზს არ ვიცი, მაგრამ როდესაც მე Anaconda Striker-ი ავიღე და ჯერ ერთ ჩემ მეგობარს მივეცი, მერე ისე უკან დავიბრუნე, მერე მეორე მეგობარს ვაჩუქე, ეხლა ისე უკან დავიბრუნე. ეს რას ნიშნავდა, რომ ანუ ორივე ჩოკი რაც მქონდა მიკეთებდა ერთი და იგივე საქმეს ტყვის საფანტის შემთხვევაში და მე რჩია დამეტოვებინა ერთი ისეთი ჩოკი რომელიც გამიკეთებდა ტყვის საქმესაც და გამიკეთებდა ფოლადის საქმესაც და ესეთი ამ შემთხვევაში იყო Black Mamba და აი ამიტომ ვიტოვებდი ხოლმე Black Mamba-ს და მოკლედ ვასხვისებდი Anaconda Strikers, რომ მასაი მარაზე ესეთნაირად ორივეს ქონდა იდენტური ერთი და იგივე მაჩვენებელი, როგორც მარცვლების რაოდენობაში, ისე განაწილებაში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და რა მინდოდა ორი ერთნაირი ჩოკი რომ ქონოდა, ხო, ვიღაცისთვის რაღაცნაირად მინდოდა რომ გული გამეხარებინა, რაღაცა მეც ჩემი ფიქრები მაქვს ასე რომ ვთქვათ, შეიძლება რაღაცა გიხარია ცხოვრებაში, ამ სიყვარულში სხვაც უნდა შემოიზიარო. მაგრამ ბიჭებმა ვერ გაუგეს Anaconda Strikers, ვერ დაუმუღამეს, იმიტომ რომ არის ძალიან მკაცრად სასროლი ჩოკი, ანუ ზუსტ დამიზნებებს მოითხოვს ასე რომ ვთქვათ. ხო და ისევ ჩემთან აღმოჩნდა ეს ტოპი და ჩემს შემთხვევაში ყველაზე კარგად Air Control Extreme-მა მოირგო Anaconda Striker-ი. ამდენად მნიშვნელოვანია კიდე რომ აი ერთი ტოპის შემთხვევაში სხვადასხვა ჩოკი აი ერთი და იგივე შედეგს დებს, მეორე ტოპის შემთხვევაში უკვე განსხვავებულ შედეგებს დებს და ყველა საუკეთესო მაჩვენებელი 163-164 მარცვლით Air Control Extreme-ზე Anaconda Striker-ი აკეთებდა. თუმცა აგერ მასაი მარათი დავეწიეთ ფაქტიურად Black Mamba-თი Striker-ის მაჩვენებელს. 4 მარცვალიღა დავრჩა სხვაობა რა და ეს ვიცით რა როგორ და რანაირად აღარ გავმეორდები. ხო და ამდენად საინტერესოა. ანუ მე ჩემს ტოპში რაც გამოვასწორე Air Control Extreme-ში Black Mamba-ს მორგების ამბავში, კი ნამდვილად მოირგო გააუმჯობესა და გააუკეთესა და ანუ თავისი ერთჭრილიანი ჩოკის ტოლ-ფასად ისვრის, ასე რომ ვთქვათ, როდესაც 20-25 მარცვლით ნაკლები მიქონდა როგორც თავის ჩოკთან მიმართებაში, ისე მასაის Black Mamba-დან და ჩემი Air Control Extreme-ის Black Mamba-თი რო ვისროდით, ანუ სადღაც 20-25-30 მარცვლიანი ჩამორჩენა ქონდა. აქ კი მხოლოდ 12 მარცვლიანი ჩამორჩენა გვაქვს, რაც ნიშნავს, რომ ამოქაჩა თავის თავში და ჩოკი თავის შევიწროებით, რასაც უნდა აკეთებდეს, ზუსტად იმას აკეთებს და ჩოკის მოდიფიკაციის მიხედვით განსხვავებული მაჩვენებლები აქვს ბალისტიკაში. და მასაი მარა შემთხვევაში ორ სხვადასხვა მოდიფიკაციის ჩოკს, ანუ შევიწროების ჩოკს, ერთი და იგივე მაჩვენებელი აქვს. ამიტომ ვერაზროს ვერავის ვერ ურჩევ რომელი ჩოკი ჯობია, რომელი უფრო მაგარი იქნება, მის ტოპს მოერგება თუ ვერ მოერგება თუ არ მოერგება, ანუ ძალიან დიდი კითხვის ნიშნებია, სანამ ესე არ დადგები, არ გატესტავ და არ ამოწურავ ყველა კითხვის ნიშანს, რაც შენ ტოპთან, ჩოკთან, ვაზნასთან და სროლასთან და ამ ამბებთან გაქვს და ამიტომ მიჭირს ხოლმე მეგობრებო პირდაპირ რეკომენდაციის მოწერა, ასე რომ თქვა და ანუ როგორც იტყვიან ხოლმე მზა ინსტრუქციის გაწერა, რომ არ არსებობს მზა ინსტრუქცია, არსებობს რაღაცა შუალედური, საშუალო, რაღაცა მიახლოებითი ინსტრუქციები, მაგრამ არა მზა და უეჭველი რომ ისე იქნება, ასე რომ ვთქვათ რა. ესეთნაირად ძალიან მაგრად გაართვა თავი. მოკლედ Black Mamba დარჩება მასაი მარაზე.
როგორც უნივერსალური ჩოკი და სტრაიკერი დარჩება air control extreme-ზე, როგორც ტყვის ყველაზე მაგრად მსროლელი ჩოკი. ეს იყო დღევანდელი ჩვენი დღის ტესტი და კიდე ერთხელ ვმეორდები, რომ ან თავში ამ ბოლოში ამ საუბარს დავურთავ, რა ხდებოდა air control extreme-ზე Black Mamba-ს და Striker-ის დაყენების დროს, რატო ქონდა უფრო ნაკლები მაჩვენებლების შემდეგ და რა გამოვასწორე და რატო მოიმატა მაჩვენებლებმა. ამასაც დავურთავ ამ ვიდეოს აუცილებლად და ნახეთ, რომ დაგჭირდებათ და ვისაც გაქვთ ესეთი დაგრძელებული სტანდარტის ჩოკები, ყველამ გადაამოწმეთ ეგ პრობლემა თქვენ თოფებზე, ვინც განსაკუთრებით ემდურით შედეგებს და ვერ განგისხოვათ თავის თავთან მიმართებაში ბრენდულმა ჩოკებმა ბალისტიკა განსაკუთრებით მაგათა, ვინც შეძენას აპირებთ, მაგათაც გამოგადგებათ, რომ როცა შეიძენთ, გადაამოწმოთ მაგ მიმართულებით აუცილებლად თქვენი ჩოკები და თოფები.